თბილისის ელიტური რესტორნების, ბარების და სასტუმროების წინ ყოველ საღამოს სპეცსაშვებიანი მანქანების სიმრავლეა. ჩვენს ყურადღებას მწვანე საშვები იქცევს. ავტომობილის საქარე მინაზე დამაგრებული. ამ საშვის მფლობელი მანქანას იქაჩერებს, სადაც უნდა. არც ჯარიმას უწარენ და ვერც ევაკუატორი შეეხება. ბატონო კახი, ყველა სახელმწიფო უწყებას აძლევთ ამ საშვებს ამ კითხვის ადრესატი კახა კალაძეა, რადგან ირკვევა, რომ მერიაში ეგრეთ წოდებული ნარუშილოვკები გააცოცხლეს. ანუ დედაქალაქის მერი არიგებს მწვანე ზოლიან საშვებს. მის მფლობელს კი სადაც არ უნდა გააჩეროს. ავტომობილი არავინ აჯარიმებს. ეს ხდება იმ დროს, როცა მოქალაქეებს არასწორი პარკირების გამო ჯარიმები გაუზარდეს. წელს იანვარ-მარტში თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრებილი ჯარიმების მოცულობა შარშანდელთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. 2026 წლის პირველ 4 თვეში 7 მილიონის ჯარიმა გამოიწერა. ამ ფონზე კი თბილისში არსებობს ხელშეუხებელთა ჯგუფი. მერია გასცემს. ტენდერზე ავხარს მე არ გამწევ. რთული დასაჯერებელია, რომ ანდრია ბასილაიამ არ იცის რა საშვებზეა საუბარი. ჩვენ მწვანე ზოლიანი საშვებით ავტომობილები მხოლოდ რესტორნებთან არ გადაგვიხია. ასეთი მანქანები დავაფიქსირეთ ქართული ოცნების ღონისძიებაზეც, რომელიც 4 ივნის პარაგრაფში გაიმართა. მსგავსი საშვებით ავტომობილები გადავიღეთ საქართველოს პარლამენტთანაც, რაც ადასტურებს, რომ ისინი ნამდვილად სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი. უკაცრავად, ყველა უწყებას ასეთი საშვი გააქვთ? ეს ინვესტიციისა. ნამდვილად? როგორ ნამდვილად? ანუ ყველა სახელმწიფო უწყებას ესეთი საშვი გააქვთ? იუსტიციის სამინისტრო. ჩვენს მიერ გადაღებული კადრები ადასტურებს, რომ ჩინოვნიკებისთვის განსაკუთრებული წესები მოქმედებს. თუ ისინი კანონს არ ღვევენ, ჯარიმები არ ეხებათ. რიგითი მოქალაქეებისთვის კი ოცნებამ ჯარიმების გაზრდა წესად აქცია. მოქალაქე, რომელიც მანქანას არასწორად გააჩერებს, 50 ლარი ჯარიმდება. თუ ავტომობილს ელექტროდამტენის ადგილზე დააყენებს, მაშინ ჯარიმა 100 ლარია. ხოლო თუ მანქანა ევაკუატორმა გადაიყვანა, ამას კიდევ 150 ლარი ემატება. თუმცა ეს ყველაფერი არ ეხებათ ჩინოვნიკებს. ჩვენ დავინტერესდით კონკრეტულად რომელ უწყებებზე და რა დასაბუთებით გასცა კალაძემ ეგრეთ წოდებული დარღვევის საშვები. მაინტერესებს, რამდენ უწყებას გადასცემთ, ყველას გადასცემთ თუ არა და რამდენი საშვი გაიცემა თითო უწყებაზე? აი მართლა პირველად ხედავ, მე არ მიმიქცევი მაგისთვის ყურადღება. მეცი მანახე პირველად ხედავ. თბილისის მერია ამის შემდეგ წერილობით აგვიდასტურა, რომ ნამდვილად გასცემს მწვანე ზოლიან საშვებს, რომელიც ხალხისთვის აკრძალულ ადგილებში დგომის უფლებას იძლევა. მერია ამ წერილში წერს, რომ საშვები ოპერატიული და სამძებრო საქმიანობისთვის გაიცემა. თუმცა ჩვენ ასეთი მერიის სპეცსაშვიანი მანქანები გადავიღეთ რესტორნებთან და სასტუმროებთან, სადაც არც სამთავრობო შეკრება იყო და არც სხვა რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება. მაინტერესებს თქვენ, ანუ თავდაცვას, რამდენი მანქანა ყავთ სპეცსაშვიანი, იცი რომელ საშვებზე მაქვს ლაპარაკი, მერია რასაც გასცემს, აი თეთრ ფონზე მწვანე ზოლი აქვს. და როგორ განსაზღვრავთ, ვინ უნდა გამოიყენოს ეს საშვი? ხო და წერილი უნდა გამოგზავნო მეილზე, public mod.gov.ზე, ადმინისტრაციის სახელზე და გაგცემენ პასუხს. მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები წერილობით კახა კალაძეს მიმართავენ. ის კი საშვის გაცემას ტრანსპორტის სააგენტოს ავალებს. სპეცსაშვის მიზანია ოპერატიული დანიშნულების მანქანებს პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა ჩვენს მიერ გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ სპეცსაშვიანი ავტომობილები რესტორნებთან ან ძვირად ღირებულ სასტუმროებთან დგანან. არსენალი პესიშის თამაშის დროს რა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანას რესტორანთან ხომ არ იცით? არასამუშაო დროს რატომ იყენებენ სახელმწიფო რესურსს? შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ გაძლევთ მეთქი კომენტარს, გასაგებად გითხარით. ქვეყანა
ქვეყანაში სამთავრობო მანქანების ბუმია. ყოველ წელს ახალი ავტომობილების შესაძენად ათობით მილიონი ლარი იხარჯება. წესით ხალხის ფულით მანქანებს ჩინოვნიკებისთვის იმისთვის ყიდულობენ, რომ მათ ეს ტრანსპორტი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიყენონ. მაგალითად, დეპუტატები მოსახლეობას და შესახვედრად ან ოფიციალურ ღონისძიებაზე წაიყვანონ, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. მე თქვენ არ გაძლევთ ინტერვიუს ფეხბურთის მატჩის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანას არ გაძლევთ ინტერვიუს. არ გაძლევთ ინტერვიუს. შვიდით ქალბატონო ირმან. ასე ირიდებენ თავს იმ კითხვებზე, რომელზე პასუხისგაცემაც არ სურთ. არადა სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლებია ანგარიშებში წერს, რომ ხალხის ფული იფლანგება. ხშირად ჩინოვნიკები საბუთებში აფორმებენ, რომ მანქანებში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხეს, ვიდრე თავად ავზისტევადობა. ანუ რას ნიშნავს ეს? გარდა იმისა, რომ საქმისთვის განკუთვნილ ავტომობილებს პირადი მიზნებისთვის იყენებენ, ბენზინსაც იპარავენ. ბიუჯეტის ფულით ნაყიდ საწვავს სხვებს აძლევენ და საბუთებში ატარებენ ისე, რომ თითქოს სახელმწიფო მანქანებში ჩაასხეს. თვითონ დასახელება სამსახურეობრივი ავტომობილი ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სამსახურეობრივი მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული. თბილისი არის და ძალიან კარგად ვიცით უკვე მძღოლებს ვცნობთ სახეზე ვინ ვის ემსახურება და ხან ქორწილებში არის ეს მანქანა და ხან 1000 გვარ ასე თქვა ოჯახურ რაღაც მეებზე, რა ქვია, ღონისძიებებზე. 6 საათის შემდეგ, როდესაც დაასრულებს სამსახურს და შენი ავტომობილი აღარ არის საჭირო სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, უნდა გაჩერდეს იმ ორგანიზაციის საპარკინგე სივრცეში. თუმცა რეალურად ასე არ ხდება და ამას ოცნების წევრები თავად აღიარებენ. პარლამენტის წევრები არ მალავენ, რომ სახელმწიფო ავტომობილებით პირად საქმეებზე დადიან. თან ამ ტრანსპორტით არა მხოლოდ ჩინოვნიკები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც სარგებლობენ. ხშირად, სანამ დეპუტატი პარლამენტში მუშაობს, მისი სამსახურის მანქანა და პირადი მძღოლი ოჯახის წევრებს საყიდლებზე ან სხვა საქმეებზე დაატარებს. სამსახურეობრივი მანქანა თუ გამოგიყენებიათ პირადი მიზნებისთვის? კი. და აი რა შემთხვევაში მაგალითად ოჯახის წევრი წაგიყვანიათ სადმე? ვინც ჩვენ არ გვაღიარებს, იმათ წინაშე არანაირად არ ოჯახის გასწავლდება. წევრები გადაგიყვანიათ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე თქვენ არ გეთანამშრომლებით და იცით, სკოლაში წაგიყვანიათ? თქვენ ეს არ გეხებათ და პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მე თქვენ არ გეთანამშრომლებით. არასამსახურეობრივი მიზნებისთვის რას გულისხმობთ ამაში აი ახლა? პარლამენტის გარდა სხვაგან წასულხართ თუ არა? კი, როგორ არა, ესეთი რამე ხშირად ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, ანუ რომ სამსახურეობრივი მანქანა მხოლოდ პარლამენტში მოსასვლელად არის საჭირო. ზოგადად მანქანა ერთ კონკრეტულ თანამდებობისას ემსახურება და ეს ამ პროცესში შესაძლებელია პარლამენტის გარდა სხვაგანაც მოხდეს გადაადგილება. ამის უფლება გააქვთ ამას ამბობთ? კი, კი. ეს კადრები უკვე 2025 წლის ოქტომბერშია გადაღებული. დეპუტატი ეკა სეფაშვილი ამ დღეს მისი კოლეგის ეკა ჭიჭინაძის მეუღლის ნიკუშა შენგელაიას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. შაბათის ეთერის კამერა მაშინ დააფიქსირა, რომ ხალხის ძალის ლიდერი რესტორნიდან სახლში პარლამენტის მანქანით წავიდა. იგივე დღეს ჩვენი კამერის ობიექტივში პარლამენტის ბალანსზე არსებული კიდევ ერთი ავტომობილი მოექცა. ისიც მგზავრს ელოდა, რომ შენგელაიას დაბადების დღის წვეულების შემდეგ დეპუტატი სახლში უსაფრთხოდ მიიყვანა. ახლა ეკა სეფაშვილს ვეკითხებით, რამდენად ხშირად არღვევს კანონს. უხერხულობის დასაფარად სეფაშვილმა ნაცადი მეთოდი გამოიყენა. თითქოს კითხვის შინაარსი ვერ გაიგო. პარლამენტის გარდა სხვაგან დადიხართ სამსახურებრივი მანქანით? სხვაგან რას გულისხმობ სხვაგან მაგალითად საშოპინგოდ პროდუქტების ყიდვას თუ თუნდაც პროდუქტის საყიდვად სამსახურებრივი მანქანით წასულხართ? იცით რომ ეს სამსახურებრივი მანქანით რა სპეციალურია? პარლამენტის წევრის ხელფასი 13.440 ლარიდან იწყება და 15.000 ლარს აჭარბებს. გააჩნია ვისრა თანამდებობა აქვს მანდატის პარალელურად. ამ მაღალი ანაზღაურების ფონზე კი ვხედავთ, რომ ისინი სახელმწიფო რესურსებსაც პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ეს კიდევ ერთი ექსპერიმენტია. ავტომობილი ქართული ოცნების დეპუტატს რიმა ბერაძეს ემსახურება. ჩვენ პარლამენტის ბალანსზე არსებულ მანქანას მივყვებით. ეს კადრები 29 მაისს, პარასკევს, დილითაა გადაღებული. ბერაძის მძღოლი წესით პარლამენტისკენ დეპუტატის სამუშაო ადგილისკენ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ასე არ იქცევა. მანქანა ჯერ სანაპიროზე ჩამოხვევს.
შემდეგ მას დიღომში ვაფიქსირებთ. მძღოლს გზად საწობი ხვდება. ის მოძრაობის წესს არღვევს, ორმაგ უწყვეტ ხაზს კვეთს და უჩინარდება. ირადი მიზნებისთვის გამოგიყენებიათ თუ არა, მაგალითად ოჯახის წევრის გადასახადი. არა, ოჯახის წევრი მყავს ერთი შვილი, მე პირადად მეუღლე გარდაცვლილი მყავს, ხო ოჯახის წევრი სახლში არ მყავს და ფაქტიურად ბავშვი საერთოდ არ სარგებლობს ჩემი მანქანით. და სხვა ოჯახის წევრი ჩემთან არ არის არავინ. პარასკევს სად იმყოფებოდით? ბათუმში წავედი მივლინებაში, დიახ, გასვლითი კომიტეტის თომა იყო, ჯანდაცვის კომიტეტი, სადღაც თუ ავწდებით 11-დან 12 საათამდე გავედი თბილისიდან. ერთ კადრში ჩანს, რომ ორმაგი უწყვეტი გადაკვეთა თქვენმა მძღოლმა. ამ ჯარიმას ვინ იხდის ხოლმე? თქვენ იხდით? თვითონ მძღოლი გადაიხდის, რადგან მისი ვალდებულებაა ეს თუ რაიმე პარლამენტი, ხო? არა, რა თქმა უნდა, პარლამენტი რა გადაიხდის, თუ მძღოლმა დაარღვია, მძღოლი გადაიხდის. ასეთი დარღვევებისთვის რიგით მოქალაქეებს კოლოსალურ ჯარიმებს უწერენ. ამ ჯარიმებს სწორედ ქართული ოცნების დეპუტატები ზრდიან და ამბობენ, რომ ამით ხალხს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას აიძულებენ. თუმცა თავად ამ წესებს საერთოდ არ ემორჩილებიან. იმ დროს, როცა დეპუტატი რიმა ბერაძე მანქანაშია, მისი მძღოლი საპირისპირო მიმართულებით გადადის, სადაც სხვა ავტომობილები მოძრაობენ. ის მინიმუმ 2 მანქანას საავარიო სიტუაციას უქმნის, მხოლოდ იმისთვის, რომ დეპუტატი საწობში არ გააჩეროს. რიმა ბერაძის მძღოლს პარლამენტის ეზოში ვხვდებით. გვინდა გავიგოთ, იყო თუ არა დეპუტატის მითითება უწყვეტ ღერძულა ხაზზე გადასვლა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. თქვენ რიმა ბერაძის მძღოლი ხართ, ხო? იცით რა მინდა გითხოთ, ხშირად არღვევთ ხოლმე მოძრაობის წესებს? არასოდეს. არასოდეს. ვიდეო რო გაჩვენოთ? აჩვენე. ეგ სად არის? დიღმის მასივში. ორმაგი მასივში არ ყოფილვართ ორი წვეია ხარა. როგორ წინა პარასკევს არის გადაღებული ეს თქვენი მანქანა არ არის? ვთქვათ პარლამენტის მანქანა 0-34 ეს არ არის თქვენი მანქანა? 0-54-ია. 0-34 შეხედეთ ბატონო. ბატონო. კარგად. 0-34 რას არ მეუბნებით? ყოფილვარ დიღმის მასივში ერთი თვეა და როგორ? მასივში რამდენიმე მძღოლი ყავს ქალბატონ რიმას? აი ეს არა ხართ თქვენ? რიმა ბერაძის სახლიდან არ გამოიყვანეთ პარასკევს? სად იყავით? შეგიძლია მითხრათ? ჯარიმებს უზრდიან მოქალაქეებს, რათა მოძრაობის წესები დაიცვენ. თუმცა ისინი თავადვე არღვევენ მათ მიერვე გამკაცრებულ კანონებს. მოსახლეობას აჯარიმებენ, რომ ავტომობილები აკრძალულ ადგილას არ გააჩერონ. თავად კი სპეცსაშვებს იღებენ, რათა ამ დარღვევების ლეგალური უფლება ჰქონდეთ. არადა წესით, კანონის დაცვის პირველ მაგალითს მოქალაქეებს სწორედ პოლიტიკოსები უნდა აძლევდნენ. სახურეობრივ მანქანას უქმე დღეებში რა შემთხვევაში იყენებთ? საკრებულოს მანქანით რა შემთხვევაში გადაადგილდებით უქმე დღეებში? ბატონო ზურა არ გესმით ჩემი ხმა? რა შემთხვევაში გადაადგილდებით უქმე დღეებში სამსახურეობრივი მანქანით? სამსახურის მანქანას. რა შემთხვევაში? ეხლა ღონისძიება მიმდინარეობს? გადავიღოთ შეწე ღონისძიება ხო? დეპუტატები ამ საქმეში მარტო არ არიან. არსებობს აუდიტის ათობით დოკუმენტირებული დასკვნა რეგიონებზე, მერებზე და საკრებულოს მაღალჩინოსნებზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო მანქანებს ისინი იმ დროსაც იყენებენ, როცა შვებულებაში იმყოფებიან ან უქმე დღეებია. აუდიტის სამსახური სისტემატურად წერს და აპროტესტებს ასეთ შემთხვევებს, მაგრამ რეალობა მაინც არ იცვლება. რას ნიშნავს არასამუშაო დრო? მერისთვის მერი ყოველდღიურად 24 საათი 7-ზე მუშაობს. როგორ შეიძლება გამსაზღვროთ სამუშაო საათები? ნებისმიერ დროს მუშაობთ ხო მერები? ჩვენ უფლება, რა თქმა უნდა, ჩემ უფლებამოსილებას მე ვახორციელებ დროის ნებისმიერ მონაკვეთში. ჩემთვის, ჩემი თავისთვის დაწესებული სამუშაო განრიგი დამოკიდებულია გარდაკანონით დადგენილი პერიოდისა. ჩემივე შეხედულებით, ანუ ჩემ პირად დროს მე ვახმარ სამსახურებრივ დროს, რომ ვიყო უფრო წარმატებული და მეტი სიკეთე მოუტანო მუნიციპალიტეტს. საკუთარ შეხედულებაზე დამოკიდებულ მერს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხელფასთან ერთად 550 ლიტრ საწვავს უფინანსებენ. კითხვაზე, სად მიდის გამოუყენებელი საწვავი, როგორ აბრუნებს და ვისთან? ლურსმანაშვილი ასე გვპასუხობს.
ჩემს მანქანაზე თვეში ირიცხება 550 ლიტრი საწვავი. და ვინ აკონტროლებს ეს საწვავი იხარჯება მაგალითად სამსახურეობრივი მიზნებისთვის თუ იხარჯება სხვა მიზნებისთვის? თუ არ არის საჭიროება თვის განმავლობაში რომ დაიხარჯოს 550 ლიტრი, ასეთ შემთხვევაში უკან ბრუნდება და თითქმის თვე არ გავა ავტომატურად ის რჩება აუთვისებელი და თითქმის თვე არ რჩება 200 ან 250 ლიტრი ლიმიტიდან არ დარჩეს თუ ის თვე არ იყო ძალიან გადატვირთული. უკან უბრუნებთ შემდეგ ამას? არა, ესეთი ფორმით, ნახეთ, ბიუჯეტიდან ირიცხება თანხა მოხმარებულზე მხოლოდ. ნუ ახლა ლიმიტი არის ამდენი, ესე იგი შესაბამისმა კომპანიამ ვინც უზრუნველყოფს ჩვენზე საწვავით უზრუნველყოფას, თანხა უნდა მიიღოს მხოლოდ ათვისებული საწვავის მიხედვით. კორუფციის მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ პრობლემა ერთ ქალაქს და ერთ ჩინოვნიკს არ ეხება. ეს სერიოზული და სისტემური პრობლემაა. ხალხის ფული იფლანგება და ავტოპარკი ხელოვნურადაა გაზრდილი. ასეულობით მილიონი ლარი, დაახლოებით 130 მილიონი ლარი იხარჯება მხოლოდ საწვავებში. რაც შეეხება ავტომობილების რაოდენობას, 13000 ავტომობილი არის, რომელიც გამოიყენება ადმინისტრაციული მიზნების. ანუ ეს არის, რომლებიც არ არის სპეციალური საჭიროების. ანუ 13000 ავტომობილი არის, რომლის შემცირება არის შესაძლებელი. ამ 13000 ავტომობილის ღირებულება არის დაახლოებით 600 მილიონი ლარი. კოლოსალურად დიდ თანხებზე გვაქვს ჩვენ საუბარი. სამწუხაროდ არის სისტემური დანაშაული და სისტემური ხასიათის დანაშაული, როდესაც ძალიან ბევრი ეს ადამიანი მანქანებს იყენებს, თქვათ, რა ვიცი, ბავშვების სკოლაში წასაყვანად, ხო, ოჯახის სხვა წევრების მომსახურებისთვის, ასევე შეიძლება თვითონ იყენებდნენ, ზოგს ბევრს მძღოლიც ყავს და ამ მძღოლსაც იყენებენ ამისთვის. თქვათ, პირადი საქმეების მოსაგვარებლად სამსახურს მიღმა. ეს არის კანონით დაკრძალული, ეს არის კორუფცია. ანუ ამის დათვლა შეიძლება, თქვათ, რაზიანი ამ სეთი საქმიანობის შედეგად რაზიანი მიადგა სახელმწიფოს დათვლა შეიძლება მარტივად. სახელმწიფო თანამდებობის პირველი პირების, ოჯახის წევრებს, რომლებსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს, სახელმწიფო მანქანებიც ემსახურება. თუმცა, ამავე პრინციპით, მაგრამ უკანონოდ, სარგებლობენ მაგალითად მინისტრის მოადგილეებიც. როცა ამ თემაზე შეკითხვას უსვამ, ისინი უბრალოდ ბრაზდებიან. ერთ-ერთი ალექსანდრე ტარახველიძეა. გამარჯობა. ბატონო ალექსანდრე, სამსახურის მანქანას რატომ იყენებთ პირადი მიზნებისთვის? მაგალითად, შვილების სასწავლებლად სკოლაში წასაყვანად. შეგიძლია მოგესალმოთ. პირადი მიზნებისთვის რატომ იყენებთ? ბავშვებს რატო იყენებ? უბრალოდ არ წვენი. მითხარი, პირადი მიზნებისთვის რატომ იყენებთ სამსახურს? ბავშვების გამოყენება რა შუაში? აი ამ მანქანით, სახელმწიფო მანქანა არ არის? ჩუმად არ ვუღებ. მე თქვენ როცა გელოდებოდით, მაშინ გადავიღე ეს კადრები. ვიდეოში არასრულ წლოვნები ჩანენ, ამიტომ მასალას შეგნებულად ვფარავთ. ეს ბავშვები ალექსანდრე ტარახველიძის შვილები არიან. ეს კადრები კი ჩვენ 3 კვირის წინ იმ დროს გადავიღეთ, როცა ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანს ინტერვიუსთვის სულ სხვა თემაზე ველოდებოდით. სამინისტროს მძღოლმა ბავშვები ჯერ სკოლაში მიიყვანა. იქედან დაბრუნების შემდეგ კი თავად ტარახველიძე წაიყვანა სამსახურში. როგორ გავხართ მამას? სახელმწიფო მანქანების პირადი მიზნებისთვის გამოყენების ვიდეო მტკიცებულებებს ჩვენ თვეების განმავლობაში ვაგროვებდით. დაკვირვება აჩვენებს, რომ ხალხის ფულით ნაყიდ ავტომობილებს საწვავს და მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით დაქირავებულ მძღოლებს ყველა რგოლის ჩინოვნიკი იყენებს პირადი მიზნებისთვის. ეს საჯარო რეესტრის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ვახტანგ ბოხაშვილია. იუსტიციის სამინისტროს კუთვნილი მანქანით ის შაბათ დღეს უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად მივიდა. მძღოლი მამა. ფაქტიურად ყავთ დასაქმებული, ვიცით, ესეც სხვა სამსახურშია, მაგრამ რეალურად თქვენს მძღოლად მუშაობს. 600 მილიონი ლარის ღირებულების ავტოპარკი და ყოველწლიურად საწვავში გადახდილი 130 მილიონი. ეს მხოლოდ მშრალი ციფრები არ არის. კორუფციის მკვლევარების შეფასებით, ეს სახელმწიფოსთვის წართმეული ფულია. პრობლემა კი არა მხოლოდ ერთ საჯარო მოხელეშია, პრობლემა სისტემაშია, რომელიც სახელმწიფო ქონებას იყენებს და ეს დანაშაულად საერთოდ არ მიაჩნია.